აი პირდაპირ არჩევანი მითხარი. შოთისპური, გუდისყველი და ხაშლამა თუ ელარჯი, ხარჩო და კოჭი. რაიმე. ანუ ან სიკვდილი, ან გადარჩენა, უნდა აირჩიო. მოუყვეთ ხა, აი, მოუყვეთ თუ გინდათ აფხაზეთიდან, გამოვიაროთ მერე სვანეთშიც, სამეგრელოშიც, მაგრამ გეტყვი იმას, რომ თითო კერძი დავასახელოთ. დასავლეთის სამზარეულოში, დასავლეთი მთელ იმერეთი და გურია სამეგრელოს და აჭარის არის, მაინც მეგრული სამზარეულო არის უფრო დიდებული და უფრო დახვეწილი და დავარცხნილი და რატომ? იმიტომ კი რომ მეგრელი ხარ. იმიტომ რომ დადიანების სასახლე, იმიტომ რომ ევროპის კარი იყო მაინც სამეგრელო. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დავარცხნილი არის ვიდრე აღმოსავლური სამზარეულო, იმიტომ რომ აღმოსავლეთს არ ეცალა, აღმოსავლეთი იყო ფარი, რომელშიც 24 საათში 28 საათი თავს იცავდა და სამცხე-ჯავახეთში იყო უკვე აი ვატიკანის დამალული საიდუმლოებები. ვერ მოხდა მისი ვერ მოხდა მესხური სამზარეულოს პოპულარიზაცია და რესტორნებში დანერგვა. რატომ არის ადამიანებს შორის ყველაზე გაცხარებული დავა აი ამ კერძებზე? იმიტომ რომ ეს ჩვენ კულტურა. აი შეიძლება არქიტექტურაზე არის დავონ მათმა. ხვდები? მაგრამ როგორც კი შეეხება ჭამას მას როგორც კი აი დასაცემელზე აი ხო არსებობს ტრადიციული სამოსი ყველა კუთხეს ხო თავისი ქონდა დღეს რომ შენი რომელი პლამაზი იყო აი ვიღაც რაღაც მაგრამ როგორც კი შეეხები რომელი აი ელარჯი აღმოსავლეთისთვის ახლა სიმი ჩვენ ღორებს ვაჭმევს ხო კახელი ესე იტყვის ხვდები იმიტომ რომ არ ხმარობს არ არის მის კულტურაში და გავლენაში მაგრამ დასავლეთში ეს რა თქმა უნდა თეთრი მარგალიტი არის ხვდები ანუ მისი მარგალიტი არის სუფრის